მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას. სტუდიაში თქვენთვის მარიამ შაროზია ვმუშაობ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ პროფესიით ისტორიკოსი, ახალგაზრდა პოეტი, მეგრულ ენაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ქალბატონი თამარ დარასელია. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმები მარიამ, მოგესალმები ძვირფასო რადიო მსმენელებო. თამარ, ვისაც ერთხელ მაინც წავიკითხავს არ მოусმენია თქვენი ლექსი, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ვერ შორდება თქვენს შემოქმედებას, რომ გითხრათ, როდის დაიწყეთ რა ასაკში ლექსების წერა და თქვენს პირველ ლექსს თუ გაიხსენებდით. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ეს ფრაზები ჩემთვის. რაც შეეხება წერას, წერა დავიწყე სკოლის ასაკიდან, თავიდან მახსოვს ჩანახატები და ეს ჩანახატები ლექსებში როდის გადაიზარდა და რა ფორმით, სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამის გახსენება. აღვნიშნეთ კიდევაც, რომ მეგრულ ენაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ბრძანდებით და თქვენ შემოქმედებაშიც სჭარბობს, ესე ვთქვათ, მეგრულ ენოვანი ლექსები. პირველი ლექსიც მეგრულად დაიწერა? დიახ, მეგრულ ენასა და პოეზიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გახლავართ. მაგრამ ჩამწუხარო ჩემი ლექსები სულ რაღაც 3-4 წელიწადია, რაც მეგრულ ენაზე აჭირჭიკდნენ. რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი თემა, რაც ლაიტმოტივად გასდევს თქვენს ლექსებს და გარდამტეხი რა იყო იმის, რომ ქართულ ენოვანი ლექსები შემდეგ თარგმნილიყო ან სრულიად ახალი შექმნილიყო მეგრულ ენაზე? ჩემი შემოქმედების ძირითადი თემა სიყვარულია. სიყვარული გრძნობა, რომლისთვისაც გავჩნდი. ვარსებობ და რომლისთვისაც შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო. რაც შეეხება მეგრულ ლექსებს, როგორც აღვნიშნე, სულ რაღაც 3-4 წელიწადია, რაც მეგრულად დავიწყე წერა, თავიდან იყო ცდა და ამ ცდაში იმდენად თავისუფლად გამოვთქვი ის, რაც მინდოდა და იმდენად მესიამოვნა ჩემს ენაზე მე თვითონ ეს ემოციის გამოხატვა, რომ დავტოვე ისე, როგორც არის და დღეს უფრო მეადვილება და უფრო მეკომფორტულება მეგრულ ენაზე წერა. ამასთანავე არ შეიძლება არ აღვნიშნო ისიც, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოვხვდი, რომლებმაც შემაგულიანეს, ასე ვთქვათ, და დღეს მე ამ ჩემი მეგრული ლექსებით წავდექი საზოგადოების წინაშე. პოეტებს არ სჭირდებათ კონკრეტული პიროვნებები, მიზეზები, ხასიათები. მავა ეს დალოცვილი მუზას რომ უწოდებენ და ისე დაამჩნევს შენს ემოციას ფურცელზე, რომ საკითხზე შეიძლება ცრემლიც მოგადგეს. ან პირიქით. პოეტები, მხატვრები, ძირითადად ეს შემოქმედი ადამიანები იყურებიან სადღაც სულის სიღრმეში და იქიდან ამოაქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ. დაახლოებით ისეთი რაღაც არის, სულ მცირე მიზეზი რომ გჭირდება უსაზღრო ბედნიერებისთვის. მეგრულ ენას რომ მივუბრუნდეთ, შვილებს თუ უნერგავთ მეგრული ენის სიყვარულს და თუ გაქვთ მათთან კომუნიკაცია მეგრულ ენაზე? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები თბილისში იზრდებიან, თავისუფლად საუბრობენ მეგრულად. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მეგრელებთან. ჩვენ ერთად შევძელით და მივედით იქამდე, რომ შევიგნეთ მეგრული მარტო ბებია და ბაბუასთან სალაპარაკო ენა არ არის. და სუხუმრობ ხოლმე ამ თემაზე. ვინმე თუ მკითხაოდეს მე რა გაგიკეთებია შენი სამეგრელოსთვისო, მე თამამად შემიძლია მოპასუხო წივწივაძეები გავოზარდე მეგრულად თქო. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი პასუხი იყო. თამარ, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია
მოზარდებში მეგრული ენის პოპულარიზაცია და უნდა საუბრობდნენ თუ არა თქვენი აზრით ბავშვები თუნდაც ქუჩაში, სკოლაში, ან რა ვიცი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, თუნდაც მეგრულ ენაზე. რა თქმა უნდა საუბრობდნენ. როგორ შეიძლება იმ ენაზე არ ისაუბრო უფლისგან რომ კერგო. რაც შეეხება მოზარდებს, უნდა მოიძებნოს მიწოდების განსაკუთრებული ფორმა, რომ ზუსტად აუხსნას რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ენას. როცა ასეთი საფრთხის წინაშე არის მეგრული ენა, აქ ისევ დედებმა უნდა იყოს ჩაღონ ყველაზე მეტი წილი მათსია. უმღერეთ თქვენ შვილებს მეგრული ნანა დაიდუღოს კოლხურმა სისხლმა. მე ვფიქრობ, რომ თქვენი შემოქმედებაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეგრული ენის გადარჩენის საკითხში და ჩვენი საუბარიც ბუნებრივია ვერ დასრულდება ისე, რომ თქვენი ლექსით არ დავატკბოთ ჩვენი მსმენელი და მე მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ წაგვიკითხოთ რაიმე. ჭახანს ქუდობდო აჩქი მოღალის, გაგნიფრხიალუქ გოლებს. შურს ქუმუოთას კანდადოს სითგელამ ჯუნონ ქთოლებს. წყარს ქუნუ აჩქიმ ჯაბის, ჩქიმ ჭუას ჰამოდ გეზად. ათაშ დორზამილ დაჩხერიsh სარხოს უბადოვეცად. ჩქიმ შურს დოჩოლა ნარხშედო, გემუან ნარტით ეფშას. სოვრე მაჩოდე მაუკულუბადო შოფირქებშა. ყვას ქუმაჯუნუგ დათხიაშ, დოლაკაციაშ პეულს, კომთხოზინუა შუროდოსკან ჰამოთ წყორილს ხეულს. ეფშას, ნარტით დო იმენდით, ჩქი მოღალს ვართუქ კინე. ციგირ დორღვაფილ ჩქიმ შარას პეულო კუდმოკინე. ჩქიმ ნარტო გემიონ, მუსტიბზარუა გოლებს. ჩხორია ენო კარკაცანს, სკანელნაჯუნა თოლებს. ბრავო. ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო თითეული ბგერა სასიამოვნოდ მოსასმენი. აი ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ ისტორიკოსი, პოეტი, მეგრული ენის მოწვრფიალე ქალბატონი თამარ ტერასელია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის, საინტერესო საუბრისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ მეგრული ენისთვის და ქართულ მეგრული პოეზიისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძვირფასო რადიო მსმენელებო დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, სტუდიაში კი მარიამ შაროზიელ მუშაობდი. მომავალ შეხვედრამდე.